მოგესალმებით. დღეს შენთან ერთად ლევ ტოლსტოის ანა კარენინას სამყაროში ვიმოგზაურებთ. უფრო სწორად, მის საკვანძო მომენტებსა და თემებს ჩავუღრმავდებით. კი, და ამაში პევერისა და ვოლოხონსკის თარგმანის ამონარიდები დაგვეხმარება. ჩვენი მიზანია აი ამ ფრაგმენტებიდან დავინახოთ მთავარი იდეები, პერსონაჟების განვითარება. და ტოლსტოის ხედვა, ხო? სიყვარულზე, საზოგადოებაზე, რწმენაზე, აი ცხოვრების საზრისის ძიებაზე. ზუსტად. საინტერესოა სხვათა შორის, რომ თავად ტოლსტოი, ანა კარენინას ტრადიციულ რომანად საერთოდ არ თვლიდა. არ თვლიდა, რატომ? ამბობდა, რომ ეს რაღაც სხვა ფორმა იყო, უნიკალური. იმის გამოსახატავად რისი თქმაც უნდოდა. თან უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წიგნი იქმნებოდა მისთვის ძალიან მძიმე პერიოდში. აი ღრმა სულიერი კრიზისი ჰქონდა. გასაგებია. და ეს კრიზისი იგრძნობა ხო რომანში? კი, ძალიან. განსაკუთრებით ლევინის პერსონაჟში, მისი ფიქრები თვითმკვლელობაზე, ესე იგი, თითქმის პირდაპირ იმეორებს ტოლსტოის განცდებს ახსარებიდან. საოცარია. და ანას სახე. მსმენია, რომ ტოლსტოი მუშაობის პროცესში შეცვალა მიდგომა. თავიდან თითქოს უფრო ხსნიდა რა მის მოტივებს. კი, იყო ეგეთი რაღაც. მაგრამ საბოლოო ვერსიაში თითქოს შეგნებულად მოაშორა ეს პირდაპირი ახსნა განმარტებები. და რატომ? ანუ, რას მატებს ეს ანას? აი, ეგა გენიალურობა. პირდაპირი ახსნების მაგირად დატოვა მინიშნებები, ფსიქოლოგიური დეტალები. ეს ანას ხდის ბევრად იდუმალს, მრავალსახნაგოვანს და ცოცხალს. უფრო რეალურს, ხო? ზუსტად. შენ თვითონ გიტოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას. აღარ უყურებთ როგორც უბრალოდ პერსონაჟს, არამედ როგორც რეალურ, წინააღმდეგობების სავსე ადამიანს. განსაკუთრებით ბოლო სცენებში, თითქოს მის ცნობიერებაში იძირები. რომანში ხომ ფაქტობრივად ორი პარალელური სამყაროა. ანა, ვრონსკი, კარენინი ერთ მხარეს. ხო, და ყველაფერი იწყება, ესე იგი, სტივა ობლონსკის ოჯახური პრობლემით, ანა ჩადის მოსკოვში და ეს ვიზიტი ხდება საბედისწერო. იქ ხდება ვრონსკის. ანასა და ვრონსკის ურთიერთობის დასაწყისი. ვნებიანი, მაგრამ საზოგადოებისთვის მიუღებელი. ნამდვილად. კარენინის რეაქციაც საინტერესოა. გარეგნულად მშვიდია, მაგრამ შიგნით, დიდი ბრძოლა, მოვალეობა, სტატუსი, პირადი ტკივილი. ცდილობს ფასადი შეინარჩუნოს, არა? კი, უფრო საკუთარი მდგომარეობის და წესიერების ფასადის. ვრონსკის არჩევანიც მძიმეა. კარიერა თუ ანა. თავიდან თითქოს ბედნიერები არიან, მაგრამ ეს ილუზიაა. ანას იზოლაცია, მერე ეჯვიანობა, მორფზე დამოკიდებულება, ყველაფერი ინგრევა. დოღის სცენა მახსენდება. ფრუფრუს დაცემა. რაღაცნაირად სიმბოლურია, არა? ძალიან სიმბოლურია. ვნების უკონტროლობა, მისი დამანგრეველი ძალა. ეს თითქოს წინასწარმეტყველებაა ანას ტრაგედიის. და მეორე ხაზი ლევინი და კიტი. სულ სხვა ამბოვი. ხო, ლევინი ვრონსკის გამო კიტისგან უარყოფილ ბრუნდება სოფელში და იწყებს ძიებას. რის ძიებას? ცხოვრების საზრისის, სოფლის საქმეებში, გლეხებთან ურთიერთობაში, რწმენაში. ეს არაა აბსტრაქტული ფიქრები, ეს ძალიან პირადი და მტკივნეულია. ძმის ნიკოლაის სიკვდილიც ხო ამზაფრებს ამას? კი, ძალიან. ეს კიდევ უფრო ახლოებს მას სიცოცხლისა და სიკვდილის ფუნდამენტურ კითხვებთან. კიტის პერსონაჟიც იცვლება. იმ გულუბრყვილო გოგოდან მოსიყვარულე ცოლად და დედად ყალიბდება. და მათი ქორწინება, რეალურია. არა იდეალიზებული. სავსეა ყოველდღიური პრობლემებით, გაუგებრობებითაც კი. მაგრამ სწორედ ამაში პოულობენ ბედნიერებას, ხო? ანასგან განსხვავებით. ზუსტად. ეს კონტრასტია მთავარი. ტოლსტოი ამ ორი ხაზით გვიჩვენებს სიყვარულის ქორწინების სხვადასხვა მოდელს, ღალატის ფასს, საზოგადოების წნეხს. რწმენას და ურწმუნოებას, სიკვდილს და სიცოცხლის აზრს. კი, ანას ტრაგედია და ლევინის მიერ, სიმშვიდის პოვნა ერთმანეთს აძლიერებს და რომანის სიღრმეს წარმოაჩენს. ძალიან საინტერესოა. ამ ფრაგმენტების ფონზე შენ როგორ ფიქრობ, როგორ იყენებს ტოლსტოი ამ პარალელურ ისტორიებს, რომ გვაჩვენოს ბედნიერების ძიების ეს ორი ასეთი განსხვავებული გზა? ერთი გზა თითქოს ვნებაზეა დაფუძნებული, რომელიც ინდივიდს აყენებს საზოგადოების პირისპირ და ტრაგედიამდე მიდის, მეორე კი უფრო შინაგანი ძიებაა, ოჯახში, რწმენაში სიმშვიდის პოვნა. და შენთვის ამ მონაკვეთების შემდეგ რა მთავარი კითხვა ან შეგრძნება რჩება? რაზე დაფიქრდები?